Იანვარ-თებერვალში დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებას ელოდება. ცენტრის ხელმძღვანელის მონაცემებით ამ მომენტისთვის საქართველოში 100,000 მოსახლეზე ინფიცირების 250-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას არ აჭარბებს. ამირა გამყრალიძე მოსახლეობას ურჩევს, რომ ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს აუცილებლად მიმართონ ექიმს. 30 ნოემბრიდან დღემდე H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც იაშულის კლინიკის სამედიცინო დირექტორი განმარტავს, მათ შორის ფილტვების ანთება კლინიკის მხოლოდ 6 პაციენტს ჰქონდა. ყველა მათგანი ამ დროისთვის უკვე სახლშია გაწერილი. მოსახლეზე არის 250 შემთხვევა. ეპიდემიური ზღვარი საქართველოსთვის არის 500-ის და მეტი შემთხვევა. ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც ასე ვთქვათ, შეიძლება ჩავთვალოთ ხოლმე ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად. გრიპით გამოწვეული ინფექცია საშიშია ძირითადად იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გარკვეული ფონური დაავადება. ეს ფონური დაავადება უკავშირდება ძირითადად ქრონიკულ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ქრონიკულ ფილტვების დაავადებებს, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ასე შემდეგ, ასევე ადამიანებს, ვინც იმყოფებიან დიალიზზე და ასე შემდეგ.